ვაგრძელებთ გადაცემას ძალიან საინტერესო თემით. კომპანია უცვლელი გუნდით, 500-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ფართო საფილიალო ქსელით. უწყვეტად ემსახურება თავის მისიას ფინანსური სერვისების გამარტივებისა და ხელმისაწვდომობას ქართულ ბაზარზე და ძალიან ქართული სახელით, მეც რაც ძალიან მომწონს. და რას ნიშნავს სახელის განახლება, რა ახალ შესაძლებლობებს ქმნის და როგორია კომპანიის სამომავლო ხედვა ამ თემებზე სასაუბროთ დღეს სტუდიაში მოვიწვიეთ SCAP-ის აღმასრულებელი დირექტორი ბატონი გია კერესელიძე და რა კარგია და როგორც იქნა რომ მოხვედით ჩვენთან და აი ამ კითხვებზე უკვე გაგვცემთ პასუხებს. რა გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც შეიცვალეთ სახელი, იმიტომ რომ ძალიან დიდხანს ოპერირებდით აბსოლუტურად სხვა სახელით, ჩვენ ყველა დავიმახსოვრეთ თელმა საქართველომ და ახლა SCAP-ზე გადავერთვეთ, ასე ვთქვათ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება სახელწოდების განახლებას, ჩვენ როგორც თქვენ აღნიშნეთ, Swiss Capital 15 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე. მან ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანი და ასე ვთქვათ მაღალი ცნობადობა მოიპოვა და რაც მთავარია, ეს ცნობადობა არის ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური. იგი ასოცირდება ხარისხიან ფინანსურ სერვისებთან. და რა თქმა უნდა ამ ფონზე კითხვა ჩდება რატომ იცვლებით ხო უცბად აი ყველას რო პირზე აკერია და უცებ სხვა სახელი დიახ ანუ აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვა თუმცა პასუხი არის გვაქვს საკმაოდ მარტივი ვიცვლებით იმიტომ რომ გვინდა მეტი გვინდა უკეთესად, უფრო ზუსტად, უფრო სრულად და რაც მთავარია ჩვენი სტრატეგიული განვითხედვის შესაბამისად პოზიციონირებდეთ რომელიც გამოიხატება იმაში რომ ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით მაქსიმალურად გავამარტივოთ და ინოვაციური გავხადოთ ჩვენი სერვისები ისევ და ისევ იმისთვის რომ მაქსიმალურად მოვერგოთ ჩვენი მომხმარებლის პრეფერენციებს და უზრუნველყოთ მათთვის ჩვენთან ურთიერთობისას პოზიტიური სამომხმარებლო გამოცდილება. დავინახეთ რა რომ Swiss Capital როგორც ბრენდი ამ ყველაფერს ნაკლებად ასახავდა, ამან მიგვიყვანა ასე ვთქვათ სახელწოდების განახლება. აი მოდით რომელიც რაღაცა არსით და აზრით განახლდა, იმიტომ ჩვენ SCAP-ი სხვა ადგილიდან გვახსოვს და Swiss Capital-თან კავშირში იყო. აპლიკაცია და აქედან წამოვიდა მე რო პიტაპის SCAP თქვათ მაგალითად აბრევიატურა არის Swiss Capital-ი SK და მშვენიერი შეკითხვა პირველ რიგში მრავალი ასე ვთქვათ კრიტერიუმით ხელმძღვანელობდით, როდესაც ვარჩევდით სახელს, ბუნებრივია ხე იმის გარდა რომ სახელს უნდა გამოეხატა ჩვენი სტრატეგიული ხედვა პირველ რიგში, იგი უნდა მოთხოვნა იყო რომ იგი უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად ლაკონური, მარტივი, რაც მთავარია ერთსიტყვიანი და აი თქვენ როგორც აღნიშნეთ, უნდა ქონოდა კავშირი მის წინამორბედთან, ანუ Swiss Capital-თან და ამავე დროს ერთგვარი მინიშნება უნდა გაეკეთებინა თანამედროვეობასთან, ანუ ციფრულ სამყაროსთან. აი ამან ასე ვთქვათ ყველაფერმა მიგვიყვანა SCAP-დან Swiss Capital-ამდე, რომელიც აი როგორც თქვენ აღნიშნეთ, არ არის სახელწოდების სრული განახლება, არამედ არის მისი ერთგვარი შემოკლებული და გამარტივებული ვერსია. კი ბატონო, კონკრეტულად ახლა რადგან თქვით როგორ ვითარდება ყველაფერი ეს კონკრეტულად რა შეიცვლება მომხმარებლისათვის და როგორ აისახება ეს სიახლე მათთან ურთიერთობის პროცესში, ანუ SCAP-თან ურთიერთობა როგორი იქნება? სხვათა შორის ერთი საინტერესო დეტალი გახლავთ ის რომ რებრენდინგის ინსპირატორი ერთგვარად მისი უდიდებულესობა მომხმარებელიც იყო, იმიტომ რომ ხშირად გვესმის სახელწოდება Swiss Capital-ის ნაცვლად, ხო? და ამანაც აჩვენა იმის შეამოკლათ თვითონ მომხმარებელმა სახელი. ნამდვილად და აი ამანაც გვაჩვენა იმის საჭიროება, რომ სახელწოდება უნდა გამარტივდეს, უნდა გაერთსიტყვიანდეს, გნებავთ გაქართულდეს, მიიღოს უფრო თანამედროვე იერი და აი ამ ფიქრებმა და კვლევა-ძიებამ მიგვიყვანა Swiss Capital-დან და Swiss-დან SCAP-ამდე, ფაქტურად SCAP-ი არის Swiss-ის უკეთესი ვერსია, ჩვენი აზრით. თან იქ რაღაც ასობით კაპიტალიც არის ყველა. მარტივად გამოსათქმელია და თანაც რაც მთავარია, ერთგვარ ტექნოლოგიურ კვალსაც ატარებს თავის თავში. და აი ამ ახალი იდენტობით აქვე თქვენის ნებართვით აი ამ ხას გავაგრძელებდი და ვიტყვი რომ დარწმუნებული ვარ რომ SCAP-ი
იქნება, ასე ვთქვათ, ინოვაციური და მზრუნველი ბრენდი, რომელსაც ერთი სიტყვით ესმის მომხმარებლის და აი სლოგანი სწორედ ეს შევარჩიეთ, SCAP-ი ერთი სიტყვის გვესმის შენი, თუმცა აქ ხაზი მინდა გაუსმა ერთ გარემოებას, რომ ეს არ არის ფაქტის კონსტატაცია, რომ ჩვენ აი გვესმის, უფრო მეტად ეს არის, ასე ვთქვათ, ჩვენი მოწოდება, გნებავთ გუნდის მაქსიმა, ჩვენი სურვილი იმაზე, რომ ორიენტირებული ვიყოთ და შევეცადოთ მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, გავიგოთ მომხმარებლის ხმა და დავინახოთ მისი საჭიროება. ეს არის სტრატეგიული მიზანიც ალბათ, ხო? ამ ახალი იდენტობით უკვე რაღაცა სხვადასხვა მიზნებით შეიძლება უფრო დასახული იყოს ეს message box-ი თქვენი, ეს რაღაც სლოგანი. ნამდვილად აქ ალბათ სამ ასე ვთქვათ მიმართულებას გამოვყოფთი. მთავარი სტრატეგიული მიზანი გახლავთ ის, რომ ციფრული ტექნოლოგიებით ჩვენ ბაზარს მივაწოდოთ მაქსიმალურად მარტივი და ინოვაციური პროდუქტები და ამ გზით გამარტივი პროცედურებით იყოს ყველაფერი. ნამდვილად და ამ გზით უზრუნველყოთ მეტი ფინანსური ჩართულობა. ამასთან სტრატეგიული ფოკუსი გვექნება უფრო მეტად თვითდასაქმებულების და მიკრომეწარმეების დაფინანსებაზე და ნაკლებად სამხარებლო დაკრედიტებაზე. ასევე ჩვენ ერთგულები ვრჩებით მდგრადი განვითარების მიზნების მიმართ, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 2015 წელს ჩამოაყალიბა და ჩვენი გუნდი უკვე განახლებული, ასე ვთქვათ, SCAP-ის ქოლგის ქვეშ მრავალ საინტერესო პროექტს შესთავაზებს მომხმარებელს, რომელიც დაკავშირებული იქნება გარემოს დაცვით და სოციალურ საკითხებთან. ანუ ზოგადად რო ვთქვათ, ფინანსურ ჩართულობასთან ერთად ჩვენი ამოცანა არის, რომ შევქმნათ მეტი არაფინანსური სარგებელი საზოგადოებისთვის. გასაგებად და ბოლოს გზავნილი რა არის? თავარი გზავნილი პარტნიორების მიმართ, თქვენი მომხმარებლების მიმართ, მაშინ როდესაც სვის კაპიტალი უკვე არის SCAP. თავარი გზავნილი ალბათ იქნება ის, რომ განახლებული სახელწოდებით, განახლებული პოზიციონირებით მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი იქნება დამატებითი ღირებულების მომტანი SCAP-ის ყველა სტეიქჰოლდერისთვის. ძალიან დიდი მადლობა. ის გადაგვრჩენია, რომ SCAP-ს კომპანია, სადაც ერთი სიტყვით ესმით ჩვენი უსურვოთ წარმატება. მე იცი რას დავამატებ, რომ აი თანამედროვე სამყაროში და განსაკუთრებით საქართველოში ერიდებიან ხოლმე რაღაც აი ქართული სახელების დარქმევას და ასე შემდეგ და მე ეს SCAP იმიტომ მოწონს აი დააწყაპუნე SCAP-თან აიგივე კი ნამდვილად აი შემოიტანეთ მაშინ მოდით ასე ვთქვათ შეიძლება თქოს რომ რაღაცა ძალიან კარგი სიტყვა გაჩნდა ჩვენს მეტყველებაში და ეს მისასალმებელია ნამდვილად და ამას საინტერესო დავამკვიდრებთ კიდევაც ამას გვირდება ეჭვი არ გვეპარება ძალიან დიდი მადლობა ჩვენი სტუმარი გახლდათ SCAP-ის აღმასრულებელი დირექტორი ბატონი გია კერესელიძე, რომელმაც ძალიან ლაკონურად აგვხსნა თუ რატო გადაირქვა, ასე ვიტყვი, მოდით სახელი სვის კაპიტალმა, რომელიც 15 წლის განმავლობაში უკვე ყურში და კარგად დაცნობი იყო ჩვენს მეხსიერებაში, თუმცა გახდა SCAP-ი და წარმატებებს გისურვებთ, რა თქმა უნდა, თქვენს საქმიანობაში და კიდევ უფრო მეტ გამარტივებულ პროცედურებს თქვენს მოხმარებელს.